გამარჯობათ. დღეს მინდა მოკლედ გესაუბროთ ნათლობაზე. როდესაც ადამიანი სამსახურში იწყებს მუშაობას, დებს ხელშეკრულებას დამსაქმებელთან. როდესაც ჯარისკაცი მიდის ჯარში, დებს სამხედრო ფიცს. და ამ ხელშეკრულების და სამხედრო ფიცის შინაარსი იმაში მდგომარეობს ხოლმე, რომ იქნება წესიერი მოწესრიგებული. ხელშეკრულებაში წერია ხოლმე, რას თავაზობს დამსაქმებელი, რას ითხოვს სამაგიეროდ. სამხედრო ფიცი მოიაზრებს ხოლმე სამშობლოს ერთგულებას, დამპყრობელთან შეუპოვრობას და ასე შემდეგ. მე მინდა წაგიკითხოთ კურთხევანიდან, ეს არის ნათლობის ტიპიკონი. ჩვენი სამხედრო აღთქმა, რაც დადებული გვაქვს ზეციური მხედართმთავრის, ჩვენი მაცხოვრის წინაშე, განვეშორები ეშმაკისაგან, ყოველთა საქმეთა მისთაგან, ყოველთა მსახურთა მისთაგან, ყოველთა ანგელოზთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან. შემდეგ მღვდელი ეკითხება, განაგდება სატანასა? და მოსანათლი პასუხობს, განვაგდებ. მღვდელი ეუბნება, შეჰპერი და შენ ერწყმას და მოსანათლი ამბობს, ფუიეშმაკს. ყოველთვის, როცა მოგინდებათ ხოლმე, რომ შესწოდოთ, გაიხსენეთ ეს აღთქმა. როდესაც მოგადგებიან მეგობრები, დასალევად, მოსაწევად, გაიხსენეთ ეს აღთქმა. ჩვენ ამაზე ჩვენი სულით ვაგებთ პასუხს და თუ შევასრულებთ, მაშინ გველოდება მარადიული სიხარული. ღმერთს ვებარებოდეთ.